სამყაროში ვეძებ ჩემს ნაპირს ოცნებები კიცი სარტყელა დამდევს გზა რომელიც სულ მე მიხმობს და მეც მიყვები რადგან ჯერა ქალები აღმოჩნდნენ ჩვენი ქალებზე უძლიერები ახლა რა რომ თავს გადავიდა ეს სახელმწიფო და ეს თავს გადასული ხელისუფლება საბოლოო ჯამში ქალებმა თავისი სიშიშვლით დაამარცხეს ჩემო მეგობრებმა რატო გამოაჩინეთ ძუძუებიო? გამიბრასდნენ. თქვენც ვიბრასდებით? ცოტა შევიხსნათ. არა მაგის მოსატანია, მაგრამ ნახეთ რა დავხატე. კანიონი. იუჰუ. ხოლამაზია კანიონი. ზედგულზე ახატია. ვგსოვ. ჯერ კიდევ ვგსოვ, მეგობრებო. და ვისაუბრებ შიშველი ქალის ძალაზე დღეს. მოკლედ არსებობს შიშველი ქალის ძალა, რომელიც შიშველი ქალის ძალის მიხედვითაც საფრანგეთის რევოლუციამ მთლიანად წარმატებულად გაიმარჯვა. როდის აღარ მახსოვს რომელი საუკუნეა, მაგრამ ერთ-ერთმა საფრანგეთის რევოლუციამ. როდესაც ქალებმა თავიანთი კაბები მეომრებს აუწიეს და აჩვენეს შიშველი ქანჩრები. ასევე ძუძუები გამოაჩინეს. ჩემო მეგობრებმა მითხრეს საყუდური რატო გამოაჩინეო? ჩვენ ვაგზი ვართო მეუღლეებთან, შვილებთანო და შენ კიდე ძუძუები გამოაჩინეო. მეგობრებო, მაჩვენეთ სად გამოაჩინე ძუძუები. მაჩვენეთ, ჩემი ძუძუები სადმე თუ გინახავთ ეკრანებზე, გამომიგზავნეთ ეს ვიდეო და მაჩვენეთ. ჩემი პატარა ძუძუები, მეგობრებო, თქვენ იმის უნდა გწვენიათ, თქვენი შვილები რომ ჩემს ძუძუებს დაინახავენ. თქვენ ციტრის უნდა გწვენოდეთ. აი ჩვენს ამბიონებზე რომ უკვე იხვის მადიდებლები გახდნენ, მაგის უნდა გწვენოდეს. აი ჩვენი პარლამენტარები რომ ბოქსიორობიდან დაწყებული კალათბურთელებისა და ფეხბურთელებით დამთავრდება და მაგათ სასტავს მოიცავს. მაგის უნდა გწვენოდეს. აი ილია მეორე რო საყინულეს შიდევს და ცოცხლად რო გისაღებენ ხელოვნური ინტელექტით. ხო, მოკლედ მაგისი ნამდვილად უნდა გწვენოდეს, მაგრამ თქვენ გწვენიათ ჩემი ძუძუების უფრო მეტად, რომელიც არ გამომიჩენია, თუმცა თქვენ ჩემი ძუძუები ასე ძალიან ვერ აიტანეთ პირდაპირ ეთერში. უნდა მიგაჩვიოთ, მეგობრებო, რა ვქნა. უნდა მიგაჩვიოთ ჩემს ძუძუებს. თქვენ თუ ეს ჭრილი ძუძუებად წარმოგიდგენიათ, მეგობრებო, გეტყვით, ძუძუები აქ არ არის. ძუძუები აი აქ არის და აი ეს ჭრილი, მეგობრებო, აი ესენი ძუძუები არ არის. ნახეთ? არ არის ძუძუები, ნახე? აი, ავწიე, ჩავწიე. აი აქ არის ძუძუები, ნახეთ? აი აქ. ხო, ცოტა ბიოლოგიის გაკვეთილებიც საჭიროა ეთყობა ამ ეთერში. იცით რა, მეგობრებო? შეცდომაზე საყოდურს ვერ იღებო და მე გეტყვით რა, ის რომ ჩემი ძუძუები იმდენი პროცენტით გამოჩნდა, რამდენი პროცენტითაც გამოჩნდა, ეს არ იყო შეცდომა, ეს იყო გამიზნული. გესმით? გამიზნული, ხვდებით ხო? გამიზნული. აი, როგორ გითხრათ, თქვენ რომ გაიგოთ მე რას ვაკეთებ, თქვენც იგივეს გააკეთებდით. რაც საჭიროა იმას ვაკეთებ, ხვდებით ხომ? რაც აკრია საზოგადოებას, იმას ვაძლევ. თუ კაცების 99% ძუძუებს უყურებს, ხო? კაცების 99% ძუძუები უნდა დაანახო. იმიტომ კი არა რომ შენ გაბოზდი. იმიტომ რომ მას ძუძუები უნდა რომ ნახოს. თუ ძუძუს არ დაინახავს, ის ვერ მოგისმენს. ძუძუს რო დაინახავს, ის მოგისმენს. ხო და იმ კაცების საზოგადოებას, რომელსაც ძუძუო უნდათ ჯერ დაინახონ და ძუძუა არ მოუწოვიათ. ჯერ მოდი აქედან დავიწყო. ძუძუ არ მოუწოვიათ და აქ უკვე ტრამატიზებული არიან. ძუძუ აკლიათ. და შენ მოდიხარ და ქრისტეზე ელაპარაკები, ჯერ ძუძუ ჩავიდე პირშიო, გეტყვის გესმის? ძუძუ მაკლიაო. ეხლა ძუძუს სახელის გამოთქმა ეშინიათ მხოლოდ ეშმაკებს. ასევე ფალოსის. ყველა სიტყვა მხოლოდ ეშმაკებს აშინებს. ანგელოზებს არც ერთი სიტყვა არ აშინებს. დამეწმუნეთ. და ბილცი სიტყვა არ არსებობს. ძუძუს კაცს, რომელსაც ძუძუ არ მოუწოვია და ძუძუს ტრამვა აქვს გადასამუშავებელი თავის თავში, ქრისტეზე ვერ დაიწყეს ეს ფიქრის. სანამ ამ საკითხს არ ამოუგდებ მაღლა. და კიდევ გეუბნებით რომ მე ვარ ძალიან სერიოზული ფსიქოლოგი. ამიტომ გეუბნებით რა, სანამ იმიტომ კი არა რომ ვიღაცა კაცების ყურადღება მოვიზიდო, არა მეგობრებო. ქრისტეს ყველას გადარჩენა სურს, მათ შორის იმ კაცთა საზოგადოების, რომელ კაცთა საზოგადოებას ჯერ ძუძუ აკლია. და ძუძუა, გესმით? ეს არ არის დასაცინი, მე არ დავცინი. ეს კატეგორია კაცების არსებობს, მეგობრებო, მაგათ ვერ გავექცევით. რა დავცინოთ? დავცინოთ?
ქრისტიანული არ არის დაცინვა. არც იგნორია ქრისტიანული და არც გაქცევა და სირაქლემასავით თავის სილაში ჩასობა. საზოგადოება ამ კატეგორიის ხალხის უნდა დააინტერესო. რითი უნდა დააინტერესო? საყდურებით? შენ ასეთო, შენ ისეთო? რა დააშავა? ეგრე დააზიანეს, რა დააშავა მან? მან არაფერი არ დააშავა? არც თქვენ არაფერი არ დააშავეთ უცხო სიტყვის გაგონების რო გეშინიათ, მაგალითად ფალოსისა და ჩურის, მუტლისა და ასოს გაგონების რომ გეშინიათ. აი შინაგანად შიში გეპყრობათ, ხო? და ბავშვები მოაშორეთ ეკრანებს. მაგრამ ნახეთ რისი არ გეშინიათ? ბავშვი რო გაიღვიძებს დილით და 5 კოვს შაქარს რო ჩაიყრის ჩაიში და მის ჯანმრთელობას რომ საგრძნობლად დააზიანებს, იმის არ გეშინიათ. მაგრამ აი თამარმა რო სიტყვა თქვა ფალოსი თუ ჩური, ყურები დაუხუჭოთ ბავშვებს. ამისი შეგუშინდეს და შეგუცხეს. მაგრამ მე რომ კოკაკოლას დავალევინებ, ნამცხვარს ვაჭმევ, კამფეტებს ვაჭმევ და გამოუყორავ ამ ბავშვს საწამლავით მუცელს და დავაზიანებ საგრძნობლად როგორც მის ფსიქიკას, ისევე მის სხეულს, ამისი არ გოშინია, იცით რატომ? ეს უკვე ოდითგანვე დამკვიდრებულია რომ საწამლავი დაშვებულია. მაგრამ ჩვენ გოშინია თამარი რო იტყვის ძუძუს და გამოაჩენს ძუძუს რაღაც ჭრილს. მაგრამ ეს ბავშვისთვის დამაზიანებელია. დედა რა დაინახა ისეთი რაც პირში არსებია. ხო? ამიტომ მეგობრებო, ჩვენ როგორც შევქმნით რეალობას, ისე მიიღებს ბავშვიც. ჩვენ თუ ბავშვს გოგლი მოგთ ჩავტენით პირში რომ ჯანმრთელობაო და ბავშვს ვაზიანებთ ამით სერიოზულად. და ვეუბნებით თან და ვასწავლით რომ ჯანმრთელიაო ესო. თუმცა თამარი რო ძუძუს იტყვისო, თვალები დახუჭეო და ყურებიო. აი აქ უკვე ჩვენ საზოგადოება საგრძნობლად დაზიანებული აქვს როგორც შემეცნება, ისე ლოგიკა, ისე სულიერება და ისე ყველანაირი არსი. ნუ გეშინიათ ამ სიტყვების, მიეჩვიეთ ამ სიტყვებს. რამე თუ ეს სიტყვები, როგორც ადრე მე-12 საუკუნეში ბოზი ლამას ნიშნავდა, ეხლა რომ ბოზი გიწოდო, შენ უხეშად მოგხვდება ყურში, იცით რატომ? ესე გადმოგვიტრიალეს. ესევე გადმოგვიტრიალეს სიტყვები, როგორც არის შემეცნება, ფალოსი, ძუძუ, ჩური და ასე შემდეგ. მრავალი სხვა. თუნდაც ორგაზმი და თუნდაც განდოლი. გადმოგვიტრიალეს რამე თუ ეს არის კოდური სიტყვები, რომელიც სიტყვებიც ხსნის კოდებს და ხსნის გონებას, განებს და ონებს, ანუ მზის სხივებს. ეხლა ვიღაცა იტყვის რომ აი ეხლა ეს რეებს გველაპარაკ, რა თქმა უნდა იტყვის, იმიტომ რომ ამ საკითხში არ ერკვევა. და ვერ ერკვევა და იფიქრებს რომ აი მე მინდა რომ ტვინი გადმოვუტრიალო. მეგობრებო, მე მინდა რომ ტვინი გადმოგიტრიალოთ, მაგრამ იმიტომ კი არა რომ მე მინდა დაგაზიანოთ, იმიტომ რომ თქვენ დაზიანებული ხართ, ტვინი გადმოტრიალებული ხართ, გადმოგიტრიალეს და ეხლა მე მინდა რომ ისევ გავასწორო ეს გესმის? არ ტყვით როცა აიძახით რომ ტვინის გადმოტრიალება უნდა, იმიტომ რომ თავდაყირად გახართ. და ეხლა უნდა აგაყენოთ ფეხზე რა. ღვთისკენ რო წავიდეთ, მიწაში კი ჩაარჭოთ თქვენი თავები, სირაქლემებით, არამედ ღვთისკენ აიხედოთ. ეხლა რა არის? როდესაც სიბრძნის მოსაპოვებლად ოდინი ჩამოეკიდა თავზე და 40 დღე თავდაყირა იდგა, ხო? რომ მას შეემეცნა ეს სამყარო სხვანაირად. მან შეიმეცნა ეს სამყარო სხვანაირად და დაინახა ბევრი რამ. ამ მდგომარეობაში ვიყავით ჩვენ ძალიან დიდი ბევრი 1000 წელი. ეხლა ოდინი უნდა გასწორდეს ისე, დაუბრუნდეს თავის ყოველდღიურობას, იმიტომ რომ ოდინი თლად ამ მდგომარეობაში დარჩეს, შეიძლება სისხლი ჩაეწოდოს ტვინში და მოკვდეს. ამიტომ დროა ავდგეთ ფეხზე. ავდგეთ, გავიმართოთ, მართასთან მივიდივართ. თუ კი ჩვენ ლოდინიდან, იგივე ოდინიდან გადავალთ მართალში, ხო? მაშინ ჩვენ გავიმართებით წელში, მაგრამ თუ ვერ გავიმართებით წელში, ერთ ფეხზე ვიქნებით დაკიდული. ერთ ფეხზე და ვიქნებით ამ მდგომარეობაში უკვე მიჩვეულ პოზიციაში.